სამხედრო თვალსაზრისით ირანს არაფრის შესაძლებლობა არ აქვს, რომ მარტო ისრაელს არ არის საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებზე რაიმე დაუპირისპიროს ტექნოლოგიურად ზუსტად აქ ჩანს ის ტექნოლოგიურად ძალიან ჩამორჩება, ანუ ირანიდან ასრული 1000 რაკეტიდან შეიძლება ერთი მოხდეს ისრაელის მიზანს, როდესაც ისრაელიდან ასრული 100-დან 99 მიზანს ხდება, ხო? ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიური უპირატესობა. გარდა ამისა, ახლა ჰორმუზის სრუტე ახსენეს, ხო? ესეც არ არის სერი, შეიძლება ჩაკეტონ ერთი დღით და მეორე დღეს ამას გახსნიან, იმიტომ რომ ძალები, რომელიც ახლა ამერიკის საზღვაო ფლოტია იქ და სხვა კიდე, რომელიც ირანს ამის საშუალებას არ მიცემენ დიდხანს, ხო? ეს სწრაფმავალი რაკეტები შორს ვერ გავნან. ანუ მომენტალურ რეაგირებას გამოიწვევს. ხო, მომენტალურ რეაგირებას გამოიწვევს, კიდე უფრო მეტ ზარალს მიიღწევა. ირანს არა უნდა თუ არ უნდა ბირთვული შესაძლებლობების და კიდე სხვა ბევრი შესაძლებლობის დათმობა მოუწევს. აქ არის საუბარი, თითქმის განადგურებულია მთლიანად ირანის საჰაერო თავდაცვა, მას აღარ ექნება სარაკეტო შესაძლებლობები და მას რაც ჩვენ ახლა ყველაზე მეტად გვაინტერესებს რა, არ ექნება შესაძლებლობა რომ გინა შაჰედის დრონები და გინა სხვა ბალისტიკური რაკეტები და სისტემები რუსეთს უკვე მიაწოდოს, არ ექნება თავისთვისაც. არათუ სხვაზე მიწოდება. ეს არის ის საშუალებაც ირანს აქვს ახლა. ძალიან დიდი საკითხი დგას, რა თქმა უნდა, რეჟიმის ცვლილება მოხდება თუ არა. მე პირადად ვფიქრობ, რომ არ მოხდება რეჟიმის ცვლილება და ვერ მოხდება, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლილება სჭირდება სახმელეთო ოპერაცია და სახმელეთო ოპერაციას ახლა არც ერთი ჭკუად ყოფილი ქვეყანა და კოალიცია ირანში არ ჩაატარებს. ამიტომ ის რომ შედეგი იქნება მიღწეული ბირთვული შესაძლებლობის ბოლომდე განადგურება დათანხმდება თუ არა ირანი ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც განადგურებენ, უარეს ზიანს მიიღებს. და სხვა ბალისტიკური და სხვა შორსროლი შესაძლებლობები მისი ალბათ იქნება აღმოფხვრილი და განადგურებული, ეს ფაქტია. მოხდება თუ არა გრძელვადიან პერსპექტივაში, მოკლევადიანში ვერანაირად ვერ მოხდება რეჟიმის ცვლილება რაიმე ფორმით, ამას ალბათ უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ.